გამარჯვება ჩემი აზრით უკვე ვარჯიშს ხდება რა იქ ძალიან ადვილია აი ტატამზე რო გადიხარ და იქ ის არის ჩემი აზრით უმარტივესი და ის არის ამოსუნ თქვა დედას ფიცა ვარ სერიოზულად ვიცახი რომ აი ის მომენტი იქ გასვლა იქ ჭიდაობა იქ ასპარეზობა აი შეჯიბრის დღე რომ მოდის და შეჯიბრის კვირა რო იწყება უკვე ჩვენთვის არის ძალიან დასვენება და გვიხარია ხოლმე შეჯიბრი რო გვაქვს იმიტომ რომ იმ პროცესს წდები და ის ვარჯიშები და ის წამება აღარ გაქვს და შეჯიბს იჭიდავებ და ნუ ალბათ აი სადღაც მოვისმინე რომ აი გამარჯვებული მაშინ ხდები აი რო არ შეგიძლიაო და მე კიდე რო აკეთებო და მართლა ესეა რა აი შენ თავს თუ არ გადაახტი რომ მივხვდი რომ აი მკვდარი რო ხარ დაცემული რო ხარ და ნუ წარმოგიდგენიათ რომ ყველაზე ძალიან რომ დაიღალე აი რო არაფერი აღარ შეგიძლია და მე კიდე რო ადგები და კიდე რო ვარჯიშობ რა ეს თუ შეგიძლია უკვე ჩემპიონი ხარ და იქ იგებ უკვე რა შეჯიბს ხშირად ყოფილ ხარ ეგრე? ძალიან ხშირად ყოფილი ვარ და ყოველთვის ყველა მეზიზღება ხოლმე ყველა მწვრთნელი მამა ჩემი რო შემიყვანა ძიუდოზე თვითონ ძიუდო შემქმნელი ყველა მეზიზღება და ნუ შეკრებაზე ხოლმე ისია ხოლმე რომ ბოლოს ერთმანეთში ვჭხუბობთ ხოლმე და სულ იმიტომ რომ ყველა ნერვებზეა რა ამ ეს პროცესი მართლა მარტივი არ არის და მაგრამ ეხა ბავშვებისთვის ისეთი არ იყოს რომ შევაშინოთ და მაგრამ ამ ყველაფრის გავლა მოუწევთ და ნუ შრომის გარეშე არაფერი არ მოდის და როგორი ნიჭიც არ უნდა გქონდეს აი როგორი ტალანტიც არ უნდა დაიბადოს, ნუ არ არსებობს, თუ არ შრომობს, თუ ამ გზას არ გადის, ამ ძალიან ეკლიან გზას არ გადის, იქ ვერ მივა და იმას ვერ მიაღწევს. ნუ ეს არის დაუწერელი კანონია რა, სპორტს ესა აქვს და თან მით უმეტეს ძიუდოს, რომ ძიუდო ჩემი აზრით კიდე საქართველოში ხალხის მხრივ ძალიან დაფასებულია, მაგრამ კიდე უფრო მეტად დაფასება ჭირდება რა. იმიტომ რომ ქართული ძიუდო არის სასწაული. დღეს რო ქართული ძიუდოა, დღეს რო ჩვენ ბიჭები ყავს, ჩვენ რო შედეგებს ვაკეთებთ, ნუ ეს შედეგი ალბათ წარმოუდგენელია ჩემი აზრით. იმიტომ რომ სპორტი არ არსებობს საქართველოში, რომ ძიუდოსავით საქმეს აკეთებდეს რა. რაღაც ის იყო რა ქვია, ლაპარაკი იყო მე მგონი, ნუ სპორტის სამინისტროში რომ რაღაცებს, იმიტომ რომ ვიღაცებს დიდი ჯილდო მიცეს, ვიღაცებს მას რა ქვია, ფეხბურთს, კალათბურთს კი გასაგებია, ვიცით გვესმის ეს გათავისებული გვაქვს სხვადასხვა სპორტია, მაგრამ ნუ ჩვენც ხო ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებ და თქვენო ეს როგორ თქვენ ყოველ წელს იგებთ რო ვიგებთ ჩვენი დანაშაული, იმიტომ ვიგებთ რომ ძალიან მაგრები ვართ, თორე ჩვენი ბრალია რო ვიგებთ თქვენი ბრალია აღარ ვიცი რო იგებთ ყოველ წელს იგებთ და მე მაგრები ვარ და იმიტომ ბევრს ვარჯიშობთ ხო ეხლა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა 48 ქვეყანა იყო ჩამოსული სოფლიო ჩემპიონატზე წარმოიდგინეთ ან 95-100 ქვეყანა მონაწილეობს ან რომელ სპორტში სოფლიო ჩემპიონატი ბაქოში არა 2029 წელს თბილისში უმასპინძლებს და ეს იქნება ნუ არასდროს რო არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატს ეჭვიც არ მოპარება სასწავლებლად დონის სასწავლი მედია ვიქნები და მეც ვიასპარეზებ შეიძლება ბანალური კითხვა იყოს ეს მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც ახლა მოყევით თქვენ ღირს ამათ რა თქმა უნდა ღირს და ნუ არც ერთ წამს და არც ერთ წუთს არ უნდა ნოფრო გამარჯვების სიხარული შენი ხალხის სიხარული და ჰიმნი რო ირთვება იქიდან ეხლა შეიძლება დამაყაროს რა იმაზე ბედნიერი შენ არ იქნები არასდროს რომ შენი შრომა დაფასდა და იმ მიზანს მიაღწიე რაზეც ანუ იქ რო ვარჯიშობ ყოველთვის ფიქრობ რისთვის ვარჯიშობ და რა უნდა მოყვეს ამ ვარჯიშს და წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი მოყვა შენ უკვე გამარჯვებული ხარ და იქ გახარ და შენთვის უკრავენ საქართველოს იმს ნუ ამაზე მეტი ბედნიერება მართლა სპორტსმენისთვის ალბათ არაფერი არ არის რა ვიცი ტყიბურიდან მაგ დროს ძალიან ლამაზია საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა როკეტია. კვარცხლბეკიდან რანაირი? კვარცხლბეკიდან არის ულამაზესი. რო იცი რომ ის არის შენი დროშა და შენთვის დაკიდეს იქ და შენთვის უკრავენ ხიმს არ ვიცი რა გზნობა უფრო წითელია და 5 ჯვარი არ არის არ ვიცი 500 ჯვარს ხედავ იქიდან. ხო წარმოგიდგენია ტელევიზორთან ხო შენ მით უმეტეს რამდენჯერ გიტირია და იქ რო ხარ სასიგიჟე ალბათ აი მშობლები როგორ ვეუბნები ჩულებს აი მამა რო გახდები მე მივხვდები ალბათ ჩემპიონი რო გახდები მაგ ყველაფერს მე მივხვდები